წუთიდან გაყინულია ყველა ის ქონება და საბანკო ბარათი, რომელიც სანქცირებულ ძალოვანი და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს დიდი ბრიტანეთის ან საერთაშორისო იურისდიქციაში აქვთ 4 პირი დაემატა სანქცირებულთა სიას, რომელსაც როგორც ფინანსური, ასევე სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდათ. ესენი არიან საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე, მირზა კეზევაძე, რომელიც არის ხარებას მოადგილე და შალვა ბედოიძე, რომელიც არის ვახტანგ გომელაურის მარჯვენა ხელი. ჩვენ ამ დოკუმენტში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა, პირდაპირ ვკითხულობთ, რომ ყველა მათგანი არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე ბოლო თვეებში საქართველოში განვითარებულ პროცესებზე, რომელიც მოიცავს დარბევას იმ აქციების და შემდგომში განვითარებულ პროცესებს და სწორედ განმარტება, რომელსაც გიორგი გაბიტაშვილთან, საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით ჩვენ ვკითხულობთ, გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია სიტყვასიტყვით, რომ ეს ადამიანი იყო პასუხისმგებელი, რომ გამოძიება დაეწყო და რეაგირება მოეხდინა იმ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რომელიც იყო სისტემური საქართველოში, რაზეც არაერთმა დაკავებულმა დემონსტრანტმა ისაუბრა და მათ შორის გაბიტაშვილი არის პასუხისმგებელი იმ ძალადობის ფაქტებზე, რომელიც განხორციელდა როგორც აქციის მონაწილეების, ასევე ჟურნალისტების, ახალგაზრდა აქტივისტების და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მშვიდობიანი აქციის მონაწილე იყო და რომლებსაც სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ. გიორგი გაბიტაშვილი პასუხისმგებელი იყო და არის იმ ქმედების გამოძიებაზე, რომლითაც ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვა, როცა მოქალაქეები დაექვემდებარდნენ სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. კონკრეტულად უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძალადობრივად ამოიღეს მიზანში საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები. როგორც გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი პასუხისმგებელი იყო პოლიციის ძალადობაზე, სამართალდამცავი ორგანოების მოძალადე თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიებასა და სამართლებრივ დევნაზე, რაც მან ვერ შეძლო. ებულთა რიგებში მოსამართლეებთან ერთად ახლა უკვე საგამოძიებო და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები არიან და ბრიტანული სანქციები კი ქართული ოცნების რეჟიმისთვის არის ყველაზე დიდი თავისტკივილი და განაჩენი. დღეის შემდეგ ვინმე თუ შევა რაიმე სახის დახმარებას თუ გაუწევს ან ფინანსურ გარიგებაში შევა ამ სანქცირებულ პირებთან, მათ წინააღმდეგაც დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, ისინი დამნაშავეებად გამოცხადდებიან საერთაშორისო მასშტაბზე და ბრიტანული სანქციების ქვეშ მოქცეული ადამიანები ნიშნავს იმას, რომ ისინი სიცოცხლის ბოლომდე იქნებიან აი ამ რიგებში, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით დამნაშავეებს მოიაზრებს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, რადგან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე. ჩვენ დღეს პოლიტიკოსები გვეუბნებიან, რომ ბრიტანული სანქციები მიანიშნებს იმას, რომ სანქციები უახლოვდება ბიძინა ივანიშვილს და ბრიტანეთის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას იღებს იქიდან გამომდინარე ეტაპობრივად, რომ ბიძინა ივანიშვილს აიძულოს, ჩანიშნოს ახალი არჩევნები და მოისმინოს, გაიაზროს, რას ეუბნება მას საკუთარი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრების დახსნა უნდა და ქვეყანაში ახალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს. ეს არ არის უბრალოდ შეცდომა, გადაცდომა, ეს არის სისტემატიზირებული ძალადობის კამპანია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, რუსეთის დავალების შესრულებით წარმართული სისტემატიური ძალადობაა და ამიტომ იწვევს სწორედ ასეთ რეაგირებას და იწვევს ასეთ რეაგირებას, იმიტომ რომ ხალხი იბრძვის და ამ ხალხის ბრძოლას პატივს სცემს დასავლეთი და მხარს უჭერს. აქვთ ასევე სხვა სიებიც, ჩვენ ამაზე კომუნიკაცია გქონდა ყოველთვის ბრიტანეთის მთავრობასთან, პოლიტიკოსებთან, შეხვედრები იყო მათთან. ეს არის გზა, ნაბიჯი, რომელსაც ბრიტანეთი დგავს ეტაპობრივად ნელ-ნელა. არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში, რომ ერთიანად დაესანქცირებინა ყველა მოძალადე რეჟიმის წარმომადგენელი. ამიტომ ნელ-ნელა ცდილობს ბრიტანეთი, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლობა აიძულოს, წავიდეს დიალოგზე, დანიშნოს ახალი არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. დიდი ბრიტანეთის სანქციები არის გაგრძელება
იმ მხარდაჭერის, რომელსაც ქართველი ხალხი იღებს მაშინ, როდესაც რეჟიმი უპირისპირდება ფუნდამენტურ უფლებებს და ეს შემთხვევაც სწორედ ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო არის, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ბოლო წერტილი და სანქციები გაგრძელდება და გაძლიერდება იმის პროპორციულად, როგორც ივანიშვილი გააგრძელებს საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას. სავიზო და ფინანსური შეზღუდვები, რომელიც მოძალადე რეჟიმის წარმომადგენლებზე გავრცელდა, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოგზაურობაზე ამ პირებს ექნებათ ძალიან დიდი პრობლემა, მათ შორის არის კარლო კაციტაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შეფი, რომელსაც უყვარს მოგზაურობა მათ შორის დიდ ბრიტანეთში, მას დღეიდან აღარ შეეძლება ეს გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი საქმე, რომელიც მასზე იყო დაწერილი და რომელიც უშუალოდ მისი პასუხისმგებლობა იყო, რომელიც მოიაზრებდა ჟურნალისტებზე სასტიკ ანგარიშსწორებას და რომელშიც ფიგურირებდნენ მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, თაროზე აქვს შემოდებული და არც ერთი არ გამოუძიებია. ერთ-ერთი ასეთი საქმე არის მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა, ტევ1-ის ჟურნალისტზე თავდასხმა, ასევე გურამ როგავაზე თავდასხმა, ის არის ფორმულას წარმომადგენელი, პირდაპირ ეთერების მეშვეობით გადაიცემოდა, როგორ უსწორდებოდნენ სასტიკად მედიის წარმომადგენლებს, ზოგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ზოგ შემთხვევაში ქართული ოცნების ტიტუშკები, თუმცა არც ერთ საქმეზე, რომლებიდანაც სხვათა შორის უკვე თვეებია გასული, არანაირი შედეგი გამოძიებას არ დაუდია. ეს არის ფასი, რომელსაც ყველა ოლიგარქიული რეჟიმის მსახური გადაიხდის იმისთვის, რასაც აკეთებს ან არ აკეთებს. კარლო კაციტაძის პასუხისმგებლობა ფაქტობრივად იგივეა, რაც იმ ადამიანების, ვინც მე და ჩემს ოპერატორს თავს დაგვესხა, იმიტომ რომ ერთი თავს დაგვესხა, მეორე კი არ თვლის საჭიროდ და ვერ აკეთებს იმას, რომ ეს ადამიანები დასაჯოს. ჩემთვის მაგალითად ძალიან მტკივნეულია, როდესაც ქუჩაში დავდივარ და მეუბნებიან, რომ შენზე თავდამსხმელი დღეს მაგალითად სანაყინეში ვნახე, მეორე ქუჩაში შემხვდა. ამ დროს კარლო კაციტაძე მშვიდად აგრძელებს მუშაობას და ხელფასის აღებას, რაც მე ვფიქრობ, რომ დღეიდან ასე აღარ იქნება. ბრიტანული სანქციები შეეხო ვახო გომელაურის მარჯვენა ხელს და მოადგილეს შალვა ბედოიძესაც, ისევე როგორც კარლო კაციტაძე, მირზა კეძევაძე, რომელიც არის ასევე პასუხისმგებელი უშუალოდ დარბევაზე და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე და წამებაზე და ასევე რა თქმა უნდა საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაც არის ამ საქმეების გამოუძიებლობა. დღეს ამას იქით არიან ბრიტანული სანქციების სიაში, ისინი სიცოცხლის ბოლომდე იქნებიან ამ სიაში, მათ გაეყინებათ ყველანაირი ანგარიში, საბანკო ბარათები, ვეღარ შეძლებენ გადარიცხვებს და ყველაფერი კი იმის გამო, რომ მათ უკანასკნელი თვეების განმავლობაში რეჟიმის ყველა უკანონო დავალება შეასრულეს და საქართველოს მოქალაქეების უფლებები უხეშად შელახეს.